ჩემი ისტორია, ხალატი და გადარჩენა. მე დავიბადე ერთ ძალიან ლამაზ სოფელში. ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი. თუმცა ერთი განსაკუთრებული ნიშნით. მთელ სოფელში ჩემნაირი არავინ იყო. ასეთი ნიშანი არავის ჰქონდა. მიუხედავად იმისა, საოცარი მეგობრები და კლასელები მყავდნენ და არასდროს მიგუძნია თავი ცუდად. შინაგანად მაინც მღრნი და განცდა. რატომ მე? რატომ არავინაა ჩემნაირი? სარკეში ყურებას თავს ვარიდებდი. ხშირად ვფიქრობდი, ის ვინც სარკიდან მიყურებდა, მე არ ვიყავი. ეს განცდა დიდობაშიც გამომყვა. დაახლოებით 18 წლის ასაკში პირველად გავუსწორე თვალი ჩემს თავს. მივიღე ისეთი, როგორიც ვიყავი. ეს მაინც არ იყო ნამდვილი, საბოლოო მიმღებლობა. როდესაც თბილისში სასწავლებლად ჩამოვედი, აქაც არავინ იყო ჩემნაირი. თუმცა საოცარი კურსელები მყავდნენ. არასდროს მიგუძნია თავი გარიყულად. ცხოვრება ჩვეულებრივი ტემპით მიდიოდა. კურსელები, ლექციები, შატალოები, თბილისის სუნი და რითმი. ცხოვრებაში ასეთი სილაღე და სიხალისე მანამდე არასდროს მიგუძნია. სახლი, სადაც ქირით ცხოვრობდით, თბილისის ერთ გარეუბანში იყო. ლამაზი წყნარი ეზო ჰქონდა. ხშირად ვსხდებოდით ტყემლის ხის ჩრდილში. გოგოები და ბიჭები, ვარჩევდით მზეს უმზირას, ვჭურაობდით ქვეყნის ამბებზე. ხან კარდს ვთამაშობდით, ხან ნარდს. ამ ეზოში ცხოვრობდა ერთი ბიჭი. ზედმეტად თავხედი. თუმცა ჩვენ გოგოებს რატომღაც ყოველთვის მოგწონს ასეთი ბიჭები. ჩვენი ურთიერთობა თითქმის ყოველთვის კონფლიქტით მთავრდებოდა. დღის ბოლოს მუდამ ჩხუბით ვშორდებოდით ერთმანეთს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ ერთადერთ ადამიანს ვერც ვუგებდი და ვერც ვიტანდი. ასე ვიცხოვრეთ დაახლოებით წელიწადნახევარი. შემდეგ კი სხვაგან გადავედით საცხოვრებლად ისევ ქირით. გადასვლიდან მეორე დღესვე მომდის წერილი. სიტყვები, რომელმაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ეზო უჩემოდ ცარიელი იყო. მოვინატრე, ვუყვარბარ, ბოდიშ მიხდიდა. თუ კი რამით მატკინა გული. ასე დაიწყო ჩვენი სიყვარულის ისტორია. ძალიან ლამაზი, ძალიან სათუთი, რომელსაც ჩემთვის სხვა ემოცია და ბედნიერება მოჰქონდა. ის არ იყო მდიდარი, არც ცხოვრებისგან განებივრებული. უბრალოდ ბიჭი იყო, რომელსაც მთელი გულით შეეძლო სიყვარული. მე მისგან არაფერი მჭირდებოდა. ეს იყო წრფელი სიყვარული. ყოველგვარი ანგარების გარეშე. გზად უამრავი დაბრკოლება შეგვხვდა. მაგრამ მაშინ პატარები ვიყავით და ჩვენი სიყვარულით ყველაფერს ვუმკლავდებოდით. ჩვენი სიყვარებულობის პერიოდში მას ფეხზე მძიმე ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო. თუმცა მე მზად ვიყავი, თუნდაც უფეხოდ. სიცოცხლის ბოლომდე გავყოლოდი და ხელი არასდროს გამეშვა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. კარგად მახსოვს, ოქტომბერი იყო. ჩემს დაბადების დღეზე ყავარჯნებით მოვიდა. იმ დღეს ყველაზე ბედნიერი ვიყავი სამყაროში. მეგონა თუ ერთად ვიქნებოდით, ნებისმიერ ქარიშხალს გავუმკლავდებოდით. მალევე დავქორწინდით. როგორც გითხარით, ღარიბი ოჯახი იყო, მაგრამ რაც ჰქონდათ, ჩემთვის საკმარისზე მეტი აღმოჩნდა. მთავარი ხომ ის იყო, რომ ერთად ვიყავით. დრო გადიოდა, მალევე დავფეხმძიმდი და პირველი ბიჭი შეგვეძინა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ახლა უკვე მეტი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდით ყველაფერს. მივყვებოდით ცხოვრების დინებას შეძლების დაგვარად. შემდეგ კიდევ ორი გოგონა შეგვეძინა. მიუხედავად სირთულეებისა და უამრავი დაბრკოლებებისა, ჩვენ ყველაფერს ერთად ვუმკლავდებოდით. ერთმანეთის გარეშე უბრალოდ ვერ ვძლებდით. ერთ პატარა ოთახში ყოველგვარი დახმარების გარეშე ვზრდიდით სამ შვილს. იმ დროს ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე იმის გადატანა მომიწევდა, რაც გამოვიარე. რამაც ჩემს ცხოვრებას საშინელი, წარუშლელი და მოუშუშებელი დაღი დაასვა. გადიოდა წლები, ხან ახმასვა გქონდა, ხანაც დაღმასვა. მუხჩა უხრელი შრომით, ბევრ რამეს მივაღწიეთ ერთად. თუმცა ზუსტად იმ სოფლის არ იყოს, სადაც დავიბადე. ცხოვრებაში განსაცდელი ზუსტად იქ გელის, სადაც არელი. იქ, სადაც ყველაზე მეტად გგონია, რომ მყარად დგახარ ფეხზე. ახლა უნდა დავიწყო იმ ამბის მოყოლა, სადაც ეს სიყვარულით სავსე სახლი ნამდვილ ჯოჯოხეთად გადაიქცა. ჩემს მეზობელს მდგმურად ჰყავდა ერთი ოჯახი, ცოლი, ქმარი და პატარა ბავშვი. დავუახლოვდი ამ გოგონას. ისიც ჩემსავით წვალებით ზრდიდა შვილს. ჩვენი გაცნობიდან რამდენიმე თვეში ეს გოგონა ქმარმა მიატოვა. მე მის გვერდით დავდექი. ყველანაირად ვეხმარებოდი ბავშვის გაზრდაში, ფინანსურად თუ ფსიქოლოგიურად. ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ფეხზე დამეყენებინა. რამდენიმე თვეში ბინისქირის გადაუხდელობის გამო სახლის დაცლა მოუწია. იმ დროს მის გვერდით არავინ იყო, მხოლოდ მე ვიყავი. ხო და მეც გადავწყვიტე, ეს გოგონა თავისი შვილით ჩემს სახლში შემეფარებინა. ხალატი და გადარჩენა. ნაწილი მეორე. რამდენიმე თვეში ბინისქირის გადაუხდელობის გამო სახლის დაცლა მოუწია. იმ დროს მის გვერდით არავინ იყო, მხოლოდ მე ვიყავი.
და მეც გადავწყვიტე ეს გოგონა თავისი შვილით ჩემს სახლში შემეფარებინა. ასეც მოვიკეცი, მიუხედავად იმისა, ჩემს გარშემო ყველა წინააღმდეგი იყო. მე მაინც ჩემი გავაკეთე. ვერ გავიმეტე მარტო ხელა დედა და პატარა ბავშვი ქუჩისთვის. მიუხედავად იმისა, რაც შემდეგ მოხდა, არც დღეს ვნანობ და დღესაც იგივეს გავიმეორებდი. მე მას ხელი ჩავკიდე და ის ხელი არ გამიშვია მისთვის. აი სანამ ის ძალზედ მძიმეა, ბევრად მძიმე ვიდრე წარმოგიდგენიათ. ხომ არის, რომ ადამიანი გიყვარს და მის გარეშე გგონია რომ კვდები. ხო და ჩემი სიკეთე უდიდესი ბოროტებით გადამიხადეს. ვერასდროს წარმოვიდგენდი. ქალი, რომელსაც მაშინ გვერდით ვედეგი, როცა ყველაზე მეტად უჭირდა, ამას გამიკეთებდა. თან მაშინ, როცა ჩემს შესახებ ყველაფერი იცოდა. ალბათ სიკეთეც დანაშაულია ამ წუთის სოფელში. არ ვიცი ვინ რას იტყვეთ, მაგრამ იმ დროს ისე მოვიქეცი, როგორც სწორი მეგონა. დღესაც იგივეს გავაკეთებდი ადამიანის დასახმარებლად, მაგრამ თქვენ კი გირჩევთ და მუდამ გახსოვდეთ. ოჯახი მხოლოდ ორი ადამიანის ერთობლიობაა და ნებისმიერი მესამე იქ ზედმეტია. რა თქმა უნდა, შვილებს არ გულისხმობ. მოკლედ, ჩვენი ურთიერთობა გრძელდებოდა. გოგონამ ჩემს სახლში სული მოითქვა. ფეხზე დადგა. შეძლო ბინის დაქირავება და ჩვენგან გადავიდა. თუმცა მაინც ხშირად გსტუმრობდა. თითქმის ყოველ დღე. მე ნდობამ გამანადგურა. ორმა ფარისეველმა ადამიანმა სულში ჩამაფურთხა. ერთ დღეს ამ გოგონას ტელეფონი დარჩა ჩემთან, ვითომ შემთხვევით. არ ვიცი რატომ, მაგრამ ავიღე და გავხსენი მისი მესენჯერი. ის წუთი კი არასდროს დამავიწყდება. იმ დღეს მე მოვკვდი. დავიშალე. ის გოგონა, რომელიც მე საკუთარ სახლში შევიფარე, სწერდა იმ მეზობელს, რომელმაც ქუჩისთვის გაიმეტა. ეწერა, რომ ჩემს ქმართან ერთად გულაობდა და მე ვუზრდიდი შვილს. რომ ფეხებზე ვეკიდე და ერთმანეთი უყვარდათ. იმ დღეს გეფიცებით საბოლოოდ გავნადგურდი. იმ დღის შემდეგ ზუსტად 9 წელი დამჭირდა. ზუსტად 9 წელი, რომ ეს ამბავი მეპატიებინა. იმის მაგივრად, რომ მოსულიყო და ბოდიში მოეხადა, იმის მაგივრად, რომ ეღიარებინა დანაშაული, ეს ქალი უტიფრად მიყურებდა თვალებში. უტიფარი, თავხედური და დამცინავი ღიმილით. მასში აღარაფერი იყო დარჩენილი იმ ადამიანისგან, ვისაც ერთ დროს ხელი გავუწოდე. და იცით რა მითხრა? რატომ შემომიშვი? ახლა შენს თავს დააბრალეო. ყველა ის ადამიანი, ვინც ერთ დროს მას აკილიკებდა, აგდებდა და დასცინოდა, ახლა მის მხარეს დადგა. ჩემს წინ იდგა და მე დამცინოდა. მე მათ ფარისეველთა ხროვა დავარქვი. მე მეზობელს გამოვყოფ განსაკუთრებით, ვისაც ეს გოგონა მესენჯერში სწერდა. ის განსაკუთრებით ბედნიერი და კმაყოფილი სჩანდა. ამ ამბით მე თითეული მათგანი იმ დღეს ღმერთს დავუტოვე. სამართლის აღსადგენად. დღესაც თითეული სიტყვა ჩამესმის ყურში. ყოველი დაცინვა, ყოველი ხელისკვრა. ერთ მხარეზე ვიდექი მე, დაგლეჯილი, დაშლილი, მიწასთან გასწორებული და მეორე მხარეს გინების ხროვა. მაშინ ვირწმუნე, რომ დედამიწაზე მხოლოდ ადამიანები არ ცხოვრობენ. ჩვენს შორის არიან ცხოველები ადამიანის სახით. ვერ ვეგუებოდი დამცირებას, ვერ ვეგუებოდი ამ ყველაფერს, რაც ჩემს თავს ხდებოდა და გადავწყვიტე თვითმკვლელობა. პატარა ძაღლი მყავდა პიტბული, სახელად ლუსი. სულ ციცქნა იყო, როცა მომიყვანეს. ჩემი გაზრდილი იყო. ეზოში პატარა სახლი ჰქონდა. ჩემს ლუსის ისე ძალიან ვუყვარდი, ალბათ იმაზე მეტადაც კი, ვისგანაც სიყვარულს ველოდი. იმ დროს, როდესაც გადავწყვიტე სიცოცხლე დამესრულებინა, ძალიან ბევრი საძილეები დავლია. სახლში არავინ იყო. ბავშვები სოფელში იყვნენ, მარტო ვიყავი. თუმცა ალბათ არ იყო ჩემი წასვლის დრო. ჩემი ლუსი თურმე ტიროდა და ყმუოდა ეზოში. იგრძნო, რომ მისი მეგობარი ემშვიდობებოდა. იმ დღეს მეც მის გარდა არავინ მყავდა. ხო და არ გაჩერდა ჩემი ლუსი, სანამ მთელი მეზობლები არ შეყარა. შემოამტვრიეს კარი. მიპოვეს და გადამარჩინეს. გადამარჩინა 4 თვის ძაღლმა. მხოლოდ 4 თვე ვიზრუნე მასზე და მან სიცოცხლე შემინარჩუნა. რა ფენომენი ხარ ადამიანო? ვფიქრობ და ვერ ხვდები. მას შემდეგ განსაკუთრებით შემეყვარდა ძაღლები. მათი უძირო და სევდიანი თვალები. მგონია, რომ ისინი ერთ დროს კეთილი ადამიანები იყვნენ. ამის შემდეგ კიდევ მქონდა ორი მცდელობა, მაგრამ აქაც გადავრჩი. დაშლილმა და მიწასთან გასწორებულმა ნელ-ნელა დავიწყე ფორთხვა. ჩემს უკან 3 პატარა შვილი იდგა და მათ დედა სჭირდებოდათ. 3 წელი დამჭირდა ფეხზე დასადგომად. ამ 3 წელში გამოვიარე უამრავი დამცირება, ცილის წამება და ტანჯვა. მილიონჯერ დავიშალე და ხელახლა ავაწყე ჩემი თავი. 1000ჯერ ვაშორებდი ჩემი დაშლილი და დანაოჭებული სულის ვერსიებს ერთმანეთს, რადგან მე მათთვის ორივე ვიყავი, დედაც და მამაც. ბოლოს მინდა ერთი ამბავი მოვყვე, რომელსაც განსაკუთრებით გამოვყოფ. ჩემს დაბადების დღეზე მანქანა მაჩუქა ჩემმა ყოფილმა ქმარმა. ერთ დღესაც ეს კაცი ნასვამი დაჭდა საჭესთან და წავიდა. ვიცოდი, სადაც ცხოვრობდა ის ქალი და ვიფიქრე, იქ წავიდა მეთქი. წავიყვანე ჩემი შვილი და წავედით. მივედი, მაგრამ მანქანა იქ არ დამხვდა. ეს წვილი სასეირნოდ წასულიყო. ალბათ მეტყვით, თავს იმცირებდიო. დიახ, გეთანხმებით. დღევანდელი გადმოსახედიდან მართლაც ასე იყო. დაველოდე რამდენიმე წუთი. დიდხანს არც მომიწია ლოდინი. გამოჩნდნენ. საჭესთან ის ქალი იჯდა. უტიფრად მიყურებდა და მიღიმოდა. ორი უტიფარი არსება იჯდა მანქანაში. მიყურებდნენ და დამცინავად მიღიმოდნენ.
იმ ქალის სიტყვები კი არასდროს დამავიწყდება, რაც ჩემს ყოფილს უთხრა. დაეჯახე. გიჟია ამის დედაც. და დავინახე როგორ დაიძრა მანქანა ჩემსკენ. არც ისე დიდი სიჩქარით, მაგრამ პირდაპირ დამეჯახა. ღალატი და გადარჩენა, ნაწილი მესამე. საჭესთან ის ქალი იჯდა, უტიფრად მიყურებდა და მიღიმოდა. ორი არსება იჯდა მანქანაში, მიყურებდნენ და დამცინავად მიღიმოდნენ. იმ ქალის სიტყვები კი არასდროს დამავიწყდება, რაც ჩემს ყოფილს უთხრა. დაეჯახე გიჟია ამის დედაც. და დავინახე როგორ დაიძრა მანქანა ჩემსკენ. არც ისე დიდი სიჩქარით, მაგრამ პირდაპირ დამეჯახა. არ ვიცი რა ძალამ არ წამაქცია. თუმცა ვიცი რა ძალამაც მომიყვანა აქამდე. მანქანა ისევ უკან გაწია და მეორედ დამეჯახა. ოღონდ ამჯერად ბევრად ძლიერად. მესამე ცდაზე კი ჩემმა შვილმა ჩემთან მოირბინა. ბავშვის დანახვაზე გაჩერდნენ. გვერდი აგვიარეს და წავიდნენ. ესეც სიკვდილი იყო. იმ დღეს მე რამდენად გამოიტანა განარჩენი ამ ორმა არსებამ. მე რამდენად მომკლეს. და მე რამდენად უნდა გავცოცხლებულიყავ. მაშინვე დავურეკე ჩემს მშობლებს და ეს ამბავი მოვუყევი. ისინიც სასწრაფოდ ჩამოვიდნენ, რადგან საფრთხე იგრძნეს. საფრთხე, რომელიც ფიზიკურ დაზიანებასა და უტიფარ ცრუ ბრალდებებს უკავშირდებოდა. მაგრამ მე მაინც აქ ვარ, გატეხილი, მაგრამ ცოცხალი, სამი შვილისთვის. ალბათ ყველას გაინტერესებთ, ბოლოს რა მოხდა. მინდა ჩემი მეგობრის იმ თვისებებზე გესაუბროთ, რომელიც ამ ქარიშხლამდე ახასიათებდა. ფარისეველს ნამდვილად ვერ დავარქმევ. არა, ასეთი არასდროს ყოფილა. ის უბრალოდ განადგურებული, მარტო დარჩენილი ქალი იყო, რომელსაც ცხოვრებამ არაერთი პრობლემა დაატეხა თავს. მანამდე ის საოცარი მეგობარი და ჩემი აზრების მოზიარე იყო. ხშირად ვამბობდი კიდეც, ეს გოგო ღმერთმა გამომიგზავნა. ვფიქრობ, ის თავად არის ამ სიტუაციის მსხვერპლი. ჭაობში ჩაფლულს მოულოდნელად იმედის ხრივი გაუჩნდა და ალბათ არც მისთვის ყოფილა ეს ყველაფერი მარტივი. დღეს, როცა დრო გავიდა, ხვდები უმთავრესს. ამ ქვეყნად, რასაც დასაწყისი აქვს, იმას დასასრულიც აქვს. მუდმივი არაფერია. შეიძლება ჩვენ უბრალოდ ამოვწურეთ ის სიყვარული, ის ბედნიერება, ის ურთიერთობა, რაც ერთმანეთთან გვაკავშირებდა. და ჩემმა ქმარმა ღალატი სწორედ იმიტომ გადაწყვიტა. მინდა ეს სხვა ცოლებმაც გაითვალისწინონ. როცა ღალატი ხდება, ნუ დავიწყებთ მტრის ძებნას სხვა ქალში. მინდა ვისწავლოთ ქალური სოლიდარობა. ნუ გადავაბრალებთ სხვას იმას, რაც ჩვენს ოჯახში, ჩვენს ქმართან დაირღვა. პასუხები მხოლოდ საკუთარ კედლებში უნდა ვეძებოთ და არა გარეშე ადამიანებში. საბოლოოდ, მათ შვილი ეყოლათ. მე არ ვარ ფრთიანი ანგელოზი. ხანდახან საოცარი აგრესია მიპყრობდა, მაგრამ გეფიცებით. ამას ძალიან ნანობ. როდესაც ქვეყანას საოცარი პატარა ბიჭი მოევლინა, მიჭირდა, თუმცა საკუთარ თავზე მუშაობა დავიწყე, რათა ბავშვებს ძმა შეყვარებოდათ. და ეს გამოვიდა. ის პატარა კაცი, ისეთი საყვარელი და ტკბილია, რომ წარმოუდგენელია არ შეგიყვარდეს. ალბათ ეს ყველაფერი ასეც უნდა მომხდარიყო. ამ გზით უნდა მოეღწია ამ პატარა ადამიანს ჩვენამდე. მე ორივეს ვაპატიე. პირიქით, დღემდე ვცდილობ მათ გვერდით ვიდგე, როცა რამე უჭირთ. რადგან წყენაზე მაღლა დგომა და ქალის გაგება, აი ეს არის ნამდვილი ძალა. თქვენ რას გააკეთებდით ჩემს ადგილზე, დაწერეთ კომენტარებში.